არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. საღამომშვიდობის რადიო იმედის ეთერშია გადაცემა კატოს საღამოები. საეთერო სტუდიაში მუშაობთ მე, კატო და ხმის რეჟისორი ნინო ეჩხიკეცი და ჩვენ ახალი განრიგი გვაქვს ჩვენი რადიო იმედის მთავარი ბიბლიოთეკარის სტუმრობებისა კატოს საღამოებში და დღეს ორშაბათობით შევხვდებით ხოლმე აწმიშა მიმინაშულს კოდექს აუდიოსა და ბუკბოქსის ფარგლებში და ეს ორშაბათს წარგიდგენთ თქვენი ბიჭს ვის წიგნსაც მე ჩვენ ამ საღამოსვე მოისმენენ ხო? დიახ, საღამომშვიდობისა კატო ძალიან მიხარია რომ შენ საღამოზე ვარ, მნიშვნელობა რა ორშაბათი მართალია მძიმე დღეად ითვლება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გარეთაც შესაბამისი ამინდია იმისთვის რომ ეს მძიმე შეიგრძნო, მაგრამ ეს მძიმე შენ საღამოებს ნამდვილად არ ჩანს და მინდა მივესალმოთ რადიო მსმენელებს და პირველ რიგში შენის ნებართვით კატო მინდა მადლობა უთხრა ყველას ვინც ამ ბუკბოქსის გამოეხმაურა. ერთგვარი პაუზა იყო, ცოტათი გამეორება გაგვიგრძელდა და დღეიდან ალბათ უპრიანიც იყო, ალბათ ესე რომ ორშაბათს დაგვეწყო. ალბათ უპრიანიც იყო რომ დაგვეწყო შაბათიდან, რამე თუ ორშაბათს ჩვენ ვისაუბრებთ იმ ადამიანზე, უბრალოდ იმ ავტორზე და იმ ნაწარმოებზე, რომლის მოსმენასაც ჩვენი რადიო მსმენელები შეძლებენ პირდაპირ ეთერში და და იმას ვამბობდი რომ მადლობა მინდა უთხრა სხვადასხვა ბევრი წერილიც მივიღე თავისუფლების აღკვეთის ერთ-ერთი დაწესებულებიდან, თუ სწორედ თქვი კიდევ არსებობს სხვა ვერსია პენიტენციალური დაწესებულება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყოველ შემთხვევაში როგორც ეთერის დაწყებამდე მითხეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება უფრო ჰუმანურად და ისე ჟღერს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ნამდვილად იყო ძალიან უფრო ჰუმანური იქნებოდა რომ არ არსებობდეს რა თქმა უნდა და დიდი იმედი მაქვს რომ ის ადამიანები რომლებმაც ეს წერილი მოგწერეს და რომლებიც სიამოვნებით ისმენენ ამ გადაცემას მე ნამდვილად დიდი სტიმული იყო ჩვენთვის და ვფიქრობთ რომ ნამდვილად ყველა არის კარგება ის ამავდარ ხეს ხოცა ხომაღლაშკეს. Francis Ford Francis Scott Fitzgerald-ია ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი მართალია და მეორე აქტი არ არსებობს ამერიკელებისთვის და როგორი იყო მაგისი პირველი აქტი ხანგრძლივი ეპილოგით შენი მეძევართ მე ნინა და ხოლმე აქ ჩვენ სიტუაციას მოხდებოდა რა თქმა უნდა სულ სხვა ფონი მწვანე ჩაის ნაცვლად ალბათ ვისკი აქ ერთი ორი მოცეკვავე გოგონა მრგვალ ნიკოლა ჯარი შენ ესე მოიტყვი და იცოდა წინასწარ როგორი იქნებოდა რა ბიჭი დაიბადებოდა წინასწარ უსმენდა ხო თან ხელწამოსაკრავი ბაბუაც არ ყავდა მისი ბაბუა თუ ბაბუის ძმა იყო ერთ-ერთთაგანი ვინც ამერიკის შეერთებული შტატების ჰიმნის ტექსტი დაწერა, ამიტომ თლათ ისეთი ხელწამოსაკრავი არც იყო, თლათ არა, საერთოდ არ იყო ხელწამოსაკრავი ადამიანი. ზოგადად მართლა ძალიან ხშირად პუბლიკაციებში, როდესაც ამ ადამიანის ბიოგრაფიის გაცნობა სურს ადამიანს, თითქმის ყველა პუბლიკაციებში სიტყვა შეშლილი და ბოხემა ფაქტობრივად ჭარბობს ყოველთვის და ეს არ ვიცი, ალბათ ეს ასეც არის, მაგრამ ძანეთ ასეც არის ალბათ, მაგრამ მაინც არც რაღაცა იცი რა მე მიჭირს ხოლმე დაწყება საუბრის, ამიტომ რაღაცნაირად წინასწარ განწყობა ძალიან არასწორი და არის რომ თითქოს და ერთნი ამბობენ რომ მან მიიყვანა თავისი ცოლი შიზოფრენიამდე და შიზოფრენიამდე ვერ მიგიყვანთ სამწუხაროდ უსაბედნიეროდ ეს არის დაავადება რომელიც მაშინ არ ემორჩილებოდა მკურნალობას და დღესდღეობით როცა ამაზე მიდგება საქმეს მინდა ეს აღნიშნო რომ ეს მართლადი არის და ეს აღარ არის ისეთი დაავადება და ესეთი დაღის დასმა რომ ეს არის ყველა შეშნელი დაავადება უკვე აღარ არის ნამდვილად ხო და ნამდვილად სანამ ეს წყვილი ზოგადად რომ ვთქვათ იმ როდესაც Fitzgerald-ზე საუბრობ ბუნებრივია ზელდა რა ქვარი იყო ეს ქალი შემოსელდა გვარი გახსოვს მისი სამართლის ქალიშვილი იყო მაგას ძალიან შეძლებული ოჯახიდან იყო ზელდა სეირი მაგრამ საინტერესოა თვითონ ზელდა სახელი ხო იცი რატომ დაარქვა დედამისმა
იმიტომ რომ როდესაც ის ფეხმძიმედ იყო, რატომღაც ერთი რომანი მქონდა აჩემებული, სადაც მთავარი ქალი იყო, შენ გიყვარს ეს ბოშა ქალები და ერთ-ერთი მთავარი ქალი იყო ბოშა ქალი, სახელად ზელდა, ნამდვილად ამოვარდნილია ზელდა, ეხლა ნამდვილად არავის არ ერქვა და არ იყო პოპულარული სახელი ამერიკის შეერთებულ შტატებში და ძალიან საყვედურობდნენ ზელდას ბებია და ბაბუა თავის დედას, რომ რა უბედურება ზელდა, რატომ დედა მისი არგუმენტად პრესენერდა არ გვაჩვენ დროში ქალიშვილს ისე ხო ან აგრაფინა თუმცა აგრაფინა რატომ ასეა მოგწონს აგრაფინა მე ძალიან მომწონს სახელი მე ბეწოზე ვარ გადარჩენილი აგრაფინა რო არ დამარქოს იმიტომ რომ გვარიდან გამომდინარე ჩემი ოჯახის წევრები ამ ბოლო დროს ხალისობენ რომ აი დავით როზე აგრაფინა უნდა დაგვერქნია ხდებოდა ჩემთვის ტარიელი უნდა დაერქნია და წარმოიდგინე ვაშკაც რა ქვია ტარიელი ხოდა ყოველშემთხვევაში აგრაფინას აღამებრა იქნებოდა ძალიან მაგარი იქნებოდა და ეს გაწვდებოდა უკვე რაღაც სხვა სივრცეებში გადავიდოდით უკვე სხვა განზომილებებშიც კი დროული პორტალები გაიხსნებოდა და ისევ ჩვენს ისევ ხმარო ჩვენ ამ ტერმინოლოგიას ბიჭს თუ აღარ სარაკია მადრიდის პროტოკოლით დავარეგისტრირე რომ ექსკლუზიური ფლება მარტო ჩვენ კონდეს რომ ჩვენი ბიჭი და ჩვენი გოგო მადრიდის პროტოკოლით დავარეგისტრირე უკვე ამაზე საბუთი გაქვს შესაბამისი კარგით დიდი გეტსპი იქნება ერთი ორი კვირის განმავლობაში სავარაუდოდ ან დღეს დაიწყება და მას თითო თავების მიხედვით თუ დავყოფთ ამას თითო თავი გავა პირდაპირ ეთერში და დაახლოებით ორ კვირას გასტანს ორი კვირის განმავლობაში ჩვენს მენელს ექნება ამის მოსმენა ხოლო შემდგომ როდესაც ეს ეთერში გავა უკვე ალბათ დაიდება ეს უკვე საიტზე bookbox-ში და იქ ექნება საშუალება უკვე მოსმენის არა პირდაპირ ეთერში და მაგრამ ეს ატვირთული შეგძლეთ მიყოლებით მოისმენთ როგორც თქვენ გეამებათ ისე. სხვათა შორის მე მქონდა გარკვეული ესეთი ეჭვები, ან ჩამეწერა თუ არა დავშვა დიდი გეტსპი, ჩამეწერა თუ ჩამეწერა სხვა რომანი, ნაზია ღამე თუნდაც. ნაზია ღამე თუნდაც, მაგრამ ხო, ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ როდესაც აი ძალიან გახმაურებულია ხოლმე, არაერთი ეკრანიზაცია ხო, ამასინათ შენ რომელი ეკრანიზაცია უფრო მოგწონს? იცი, მე არც ერთი არ მიყავს, მე არ მიყვარს წიგნების ეკრანიზაცია. არაერთხელ ვითქვამს ბევრჯერ წამიკითხავს წიგნი თვითონ ფილმის და გამო, მაგრამ არასოდეს არ მინახავს ფილმი წიგნის გამო, მაგრამ ერთადერთი ალბათ ადრეც მithქვამს სულ მინდა რომ ეს წიგნი არსებობდეს ქართულად შედევრია მართლა დინა ბუცატის თეატრის უდაბნო ალბათ შეიძლება ესე ითარგმნოს ქართულად ვერ დავდებ თავს რუსულად მოგ წაკითხული და ასევე არსებობს არაჩვეულებრივი ფილმი, რომელიც ვერ მოვა წიგნთან თავის დაეცხადია ბევრი მიზეზის გამო წიგნის სხვა არის, მაგრამ ეს არის ორი შედევრი. თალკე ფილმიც უნდა ნახო და წიგნიც უნდა წაიკითხოს, იშვიათი გამონაკლისია. ხო, მეც დაგეთანხმები შენ, იმიტომ რომ მეც მიყვარს ხოლმე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ალბათ არის ამაში რაღაც, იმიტომ რომ ფაქტობრივად ყველა ფილმი ძალიან გახმაურებული არის, ძალიან გახმაურებული რომანის ეკრანიზაცია, მაგრამ ეკრანიზაცია ვერანაირად ვერ შეცვლის იმას, რაც არის წიგნი და სწორედ ამიტომაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს გეტსპი ჩაგვეწერა, რადგან ნიუანსები აბსოლუტურად სხვა, ანუ ახლა ამაზე ალბათ ზედმეტია საუბარი, რომ წიგნი სხვა და დაუშვათ თუნდაც გახმაურებული არა, მაგრამ წაკითხulis განსხვავდება გახმაურებულის, მაგრამ ამაზე აღარ ვილაპარაკეთ. თუ ჩვენ უკვე დიდი ხანია საუბრობდით თუ რატომ დავიწყეთ ჩვენ აუდიო წიგნების ჩაწერა. მაგრამ დაუბრუნდეთ ჩვენ Fitzgerald's და მართლაც ეს არის ერთ-ერთი ეპოქის შვილია, ხო? აი, როდესაც იბადებიან ადამიანები, რომლებიც თავისი ნაშრომს, თავის კვალს ტოვებენ, არ მხოლოდ ლიტერატურაში, არამედ რაღაც გარკვეულ კვალს ტოვებენ და ამ კვალით შეგიძლია იმჟელო იმ ეპოქაზე და იმ სურნელით არის გაშგენთილი, ხო? ჯაზის სურნელს ამბობენ ხოლმე, ძირითადად, იმიტომ რომ როცა კითხულობ მის წიგნს, რაღაც რიტმი შემოდის გარკვეულ წელს, თუმცა სიმართლე გითხრა, მე არასოდეს არ მიყვარდა
ფოქსტროტი და ჩარლსტონები, მაგრამ თუმცა ამავდროულად ძალიან მიყვარს რეგტაიმი და ძალიან მიყვარს ესე დიქსილენდი, მაგრამ ეს თავიდან ჯაზი აღნიშნავდა სექსო და ეს სიტყვა ხო ძალიან სხვადასხვა ძალიან მე როგორც მეხდი იმდენხანს იყო აკრძალული სექსის თქმა რომ მე გადაწყვიტეს პოსტსაბჭოთა სივრცეში გადაწყვიტეს რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე საინფორმაციო წაყვანისა შეგიძლია თქვა და იქნება ძალიან საინტერესო რომ აი დღეს დავუშვათ 22 საათი და 30 წუთზე სექსი საინფორმაციო გადაცემა გელით და რაც ბევრჯერ გაიმეორებ მით უფრო და მე რაღაცა განსვენებული ზიგმუნდი მახსენდება სულ სხვაგან კი წავედი ცოტა მაგრამ იმდენ ხშირად იმეორებ რომ ესეთი განცდა მაქვს რომ ხეთი ზოგჯერ სიგარა მხოლოდ სიგარაა და ერთი პერიოდი იყო რომ ყველაფერი ფალოს აგონებდათ ქართველებს და ანუ მელას რაც ელანდებოდა თუ ის ესმრებოდა თუ როგორც არის ხო და აი ეს ჯაზიც რაღაცა ძალიან ბევრი დატვირთვა ქონია სულ ვიცოდი რომ მხოლოდ მუსიკა იყო მაგრამ ძალიან ბევრი დატვირთვა ქონია ცხოვრების სტილიც იყო ერთგვარი რაღაცა ხო და საქმეც იმაშია რატომ გამოყავი ახლა ნუ შეიძლება ცოტათი თემას ვუხევთ მაგრამ ნუ ჩემ დამოკიდებულებას ამ ფოქსტროტის რაღაც ეს ცოტათი ნუ ახლა მარტო ის კი არა როგორც ესე ტერმინოლოგიას ვიხმარ პაპსა, ანუ ჯაზი უფრო ხმარი და რაღაც გარკვეული გამოხატვა და რაღაც ფორმა ხო, გარკვეული შინაგანი ემოციების და რაღაც ნუ ხელოვნება ხო, მაგრამ ნუ ფოქსტროტი რაღაცნაირად ეს რაღაც ხო ხდები აი ის ფუქსავატური ცეკვა და ისეთი ფუქსავატური დროის ფლანგვა ეხლა ხო ხდები რასამ პლან დრო იყო რაღაცნაირად ზოგადად ეს დრო მე არ მომწონს 20-იანი 30-იანი წლები რატომაც ბავშვობიდან და შემიძლია ავხსნა რატომ იმიტომ რომ ყოველთვის გქონდა ხოლმე თხელ პატარაობაში რაღაც უჯრა ქონდა ისეთი სადაც მამაჩემს და ძველი 30-იანი წლების მანდილოსნების ესეთი სურათები იყო შენახული იყო ძველი ჟურნალი იყო სხვადასხვა უცხოური ჟურნალი და იქ იყო ხოლმე და რაღაცნაირად რატომ მოსწონდათ ესეთი ტიპის აბსოლუტურად სხვა დამოკიდებული მაგრამ მე ისე თქვა მინდა რომ ფიჯერალდი ნამდვილად იყო აი ეპოქის შვილი და ნამდვილად ტრაგიკული ბედის პატრონუსაც იყო მაგრამ ნუ ყველა ხო ხდები ანუ როდესაც ჩვენ საუბრობთ ხოლმე ავტორებზე თვითონ ქმნიან და იფეთქა ცხოვრებამ და რაღაცნაირად ჩაქრა ხო მაგრამ ეს პატარა დროს არის ხო 24 წლის ასაკში ესე იფეთქა და მე 24 წლის და თან საინტერესოა თქვენი იყოს 25 ნინა შერანდენსიტო ხო და საქმეც იმაშია რომ ერთი წუთი და ხო ერთ წუთს ვიტყვით მაგრამ ნუ როდესაც აი ფიჯერალზე ვლაპარაკობ ზელდას გარეშე ამაზე ვერ ვილაპარაკეთ უბრალოდ რაღაც პატარა მასე შესავალს გავაკეთებ მომდენო რატომ ამბობ ამას იმიტომ რომ ეს შეშლილი სიყვარული ეს მისადმი ეს დამოკიდებულება იყო მიზეზი მისი შემოქმედებისა და საბოლოო ჯამში ყველაფრის მიზეზი იყო ეს ქალი ამ კაცის გადააზრება მოხდა მას შემდეგ აი ჩვენი ბიჭის გადააზრება მოხდა როცა ერთმა ჩვენმა ბიჭმა რომელიც იქნება ალბათ ჩვენი ბიჭი სელენჯერმა თქვა და გააოცე ძალიან ბევრი როცა თქვა რომ ფიჯერალდში ის მიზიდა და მოხიბლა ინტელექტის ძალამ ნამდვილად დავასრულეთ ნინა აკით არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე გრძელდება ჩვენი გადაცემა და ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს ასე დიდი გეცბის თუ დიადი გეცბის შესახებ როგორც გენებოთ ისე ორივე ისტორია სხვადასხვა ძალიან საინტერესოა რომ ამ სახელს მოიაზრებდა სკოტ ფიჯერალდი რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა ნუ მე რამდენიმე ჩამოთვლი არის გეცბი ოქროს ქუდი გზად უესტექსში ტრიმანხიონის ნადიმი ნუ ტრიმანხიონესის იახტა რომლიდანაც დაიწყო ფაქტიურად გეცბის ბიოგრაფია ის მილიონერი რომელიც მიუახლოვდა იმ ადგილს სადაც გეცბი პატარა გეცბი კი ბოჩხალებს იჭერდა და ამით ირჩენდა და ამით საზრდოობდა და ამით არჩენდა თავის ოჯახს მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც შეჩერდა დიდი გეცბისა და სათაურების შეცვლა არ იყო მისთვის პირველი თუ გავიხსენეთ პირველი რომანი რომელიც მან დაწერა 13 წლის იყო როდესაც დეტექტივი დაწერა საერთოდ ზოგადად და პრისტონის უნივერსიტეტში სწავლობდა ხო თუ არსები ხო
ხო და მან აი იქიდან დაიწყო ფაქტობრივად მისი კარიერა როგორც მწერლის არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მისი დაინტერესება და მისთვის სხვადასხვა ჯარშიც იმიტომ წავიდა, რომ თავის მეგობრებს გაუმხილა და არის დღიურებს ეს არ წერდა, მაგრამ აი ეს ადამიანები, რომლებიც ახლოს იცნობდნენ ფიჯერალს, ამბობდნენ, რომ ომში წასვლა მან გადაწყვიტა, იმიტომ რომ ხარის ვისაც კარგი ცხენი ხარს. ხო და მან მართლა მიჩნეო, რომ ბრძოლის ორო ფრონტზე წინა ხაზზე დავიღუპო, ვიდრე გამოცდების ჩასაბარებლად აი ამ საშინელ წიგნებს ჩაუჯდეო და უკირკიტო რა. ნუ ყოველ შემთხვევაში აი ეს ერთგვარი დამოკიდებულება ომისადმი სხვადასხვა ესე ძალიან საინტერესო ამ თაობისათვის და მე იმიტომ ამბობ, რომ ძალიან დამახასიათებელია თვითონ არა მხოლოდ მანერად, ნუ შესაძლოა თვითონ როგორც ამბობენ კრიტიკოსები, რომ ფიჯერალდი თავის რომანებში განსაკუთრებით ის ავტორია, რომელსაც ესე ძალიან ხშირად ბეჭდავდნენ ხოლმე, არ იყო აკრძალული საბჭოთა კავშირის დროს და ხშირად გამოიცემოდა ეს ფილმებიც ძალიან დიდი ანშლაგით გადიოდა ხოლმე და ამით ესეთი ხრწნილი კაპიტალიზმის მაგალითი იყო, როგორ იხრწნებოდა, როგორ არარაობა და როგორ ასუშვება მოკლედ კაპიტალიზმი და ეს ფუქსავატი ცხოვრება ადამიანებს. ფაქტობრივად რაღაცაში ამაში არის გარკვეული სიმართლე, რამე თუ მართლა ეს პერიოდია დიდ დეპრესიამდე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს ეკონომიურ დეპრესიას გულისხმობს, ესეა ხო ცნობილი ზოგადად ისტორიაში. სანამ ეს დაიწყებოდა, მას თანს დევდა ესეთი ძალიან ჭარბი რაღაცნაირად აი დავუშვათ ფული, რომელიც თავისუფალი ფული, რომელიც შემოდიოდა, ნუ ბუტლეგერობას თავი რო დავანებოთ. ძალიან მიკვირს ხოლმე. ეგ ამ რომანს როცა ვკითხულობდი, რომ ყველაფერს რო აფთიაქში რო ყიდულობ, მაგას სიგარეტი აფთიაქში, ვისკი აფთიაქში იყიდე. ყველაფერი ბენზინის აფთიაქში შეგიძლიათ ხო. ჩვენ დროშიც რაღაცა მე მგონი მალე ესეც იქნება, იმიტომ რომ შოკოლადი შოკოლადი, ნუ ეს გემოგლობინის გულისხმობ. არა, გემოგლობინს არა, ნამდვილი შოკოლადი რო იყიდებენ და ერთი ჩემი მეგობარი როგორც ხალისობს თავით ტკივა და გინდა რომ წამალი შეეძინა და ამ დროს ვიღაც შოკოლადის რიგში დგას ფარმაციაში და ნუ დაახლოებით ხო და იმას ვამბობდით რა, ისე დავბრუნდები იმას, რაზეც საუბრობდი, ანუ სათაურის შეცვლა, ნუ პირველი ესე იგი სწორედ აი ჯარში როცა იყო, აი გეცბისთან ბევრი რამ მას აკავშირებს ფაქტობრივად, როდესაც ეცნობი ბიოგრაფიას ფიჯერალდის, ბევრი გმირი მისი რომანებისაც როცხლდება, ნუ არა მხოლოდ გეცბიში, არამედ სხვა თითქმის, ნუ როგორც ხდება ხოლმე ზოგადად, ნაწილდება ხოლმე, ხო ის პიროვნული რაღაცა მე და პიროვნული რაღაც გარკვეული ბიოგრაფიული მომენტები გმირებში. ხო, ნუ გეცბისაც აქვს ეს მომენტი, გახსოვს ის დეიზი სანამ გაიცნობოდა, რომ არაფერი არ ქონდა და ფაქტობრივად ქონდა მხოლოდ სამხედრო ფორმა და ეს დეიზი იყო დიდი ოჯახიდან და არაჩვეულებრივი სახლი და მას ქონდა მხოლოდ სამხედრო ფორმა. დაახლოებით ესეთივე სიტუაცია იყო ფიჯერალდის შემთხვევაში, როდესაც მან ზელდა ბუშაქალის სახელით ძალიან ცნობილი სარძლო, ანუ სასურველი სარძლო, ხო, სწორად თქვი, ხო, სასურველი სასიძულო, სასურველი სარძლო შეიძლება შტატის საუკეთესო სასურველი სარძლო, იმიტომ რომ მამა ყავდა შტატის მოსამართლე და ნუ მოკლედ რა ჩაწყობები წავიდოდა და სიმამრი რო შტატის მოსამართლე გეყოლება, როგორი პერსპექტივა გაგწევა წარმოგიდგენია. ზღაპრული თანოციანი წლებია, თან აკეთ ის რა ქვია, ფოქსტროტი და ჩარლსტონი და ფოქსტროტი ვერმანი. მოკლედ ხო და აკეთ ვისკი ისმება, მოკლედ აკეთ ისა რა ქვია. ხო და ნუ იმას ვამბობ, რომ აი სწორედ აი ჯარში რო დააპირა წასვლა და რომ არ ეღირსა ფრონტზე მოხვედრა, რატომღაც ადიუტანტად მოხდა, რომელიღაცა გენერლის ადიუტანტი იყო პირადი და ამ გენერლის ბაზა სანამ ინგლისში გაემგზავრებოდნენ, იყო სწორედ აი ამ ზელდას ოჯახის გვერდით და ნუ აი აქ მოხდა მათი გაცნობა, ნუ ზელდას შეუყვარდა ის, როგორც უყვარდებოდა ალბათ ძალიან ბევრი მანამდე და მას მერეც ფაქტობრივად, ნუ ეს მის ერთ-ერთი ხასიათაგანი იყო, თუმცა წესით ის აბსოლუტურად ესეთი უნდა ყოფილიყო სხვა, მაგრამ ნუ წესით რატომ არა, წესით არა, ზოგადად არა, მოსამართლის ქალიშვილი ხო, წესით მოსამართლის ქალიშვილს არ ეკადრება მოკლედ ესეთი რაღაცა
მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნამდვილად ესეთი თავნება და თავქარიანი გოგო იყო ბავშვობიდან და აბსოლუტურად არ არის სწორი აზრი და მეც გამიგია როგორც შენ აღნიშნე კატო რომ აი ფიჯერალდის ესეთმა რაღაცნაირად ხასიათმა ალკოჰოლისადმი მისი ძალუმი ესეთი მოჭარბებული გამოყენების გამო საწყალი ზელდა არანაირი საწყალი პირიქით საწყალი სკოტ ფიჯერალდი ამ ზელდას ხელში ესეც მივიტყვით რომ ისე გამოხდომები რა ზელდას ქონდა როცა კითხულობს ხვდები რომ ეს არ არის ჯანსაღებს ეკიკის ადამიანებს არ აფრთხილებენ სხვათა შორის თვითონ ფიჯერალდი აღფრთოვანებული იყო ხო ამ გამოხდომებით და მე დასრულდა ძალიან სავალალო ზელდასთვის და ვერავინ ვერ იტყვის ვერასოდეს რომ რომელიმე რაც ადამიანი არის ავად ვინმე უფრო მეტად განიცდის შობლების გარდა ალბათ მხოლოდ თვითონ პაციენტი თუმცა ეს არ ჩანდა და ალბათ იმდენად იყო დაბრუნებული ერთის და მეორეს ერთმანეთისადმი სიყვარულით და იყო სიყვარულიც ნება იყო დაავადება რომელიც მერე ნეუნელა ეჩენს თავს სხვათა შორის ხემენგუი აფრთხილებდა მას თავიდანვე არ მოიწონა არ გამოგადგება ეკალი არ გამოგადგება არა უფრთხილ კი არა უბრალოდ რაღაცნაირად მიანიშნა რომ ხემენგუი არ იყო მე მგონი კიდევ ჯოისი ჰემინგუეი არ არის ჩემთვის სიმართლე გითხრა რაღაცა მეტრი მეტრზე არ ჟურნალისტი რომელსაც ბუნდოვენ წარმოდგენა ქონდა სკოტ ფიჯერალდის სხვათა შორის არანაკლებ კარგი უკეთესი ჟურნალისტი იყო და ჰემინგუეი მინდა თქვა მარტო იმიტომ კი რომ ჰემინგუეის ანუ უპირატესობა ქონდა მასთან იმით რომ პირველ გვერდებზე იბეჭდებოდა და მე რო უკვე ბეჭდავდნენ მეორე გვერდზე უკვე ბეჭდავდნენ ჰემინგუეის სტატიებს თუმცა ეს ალბათ მოყვა იმას მე ვერ დავასრულე პირველი რომანი მან დაიწყო რომანის წერა მაგრამ როდესაც გაიცნო ამ ზელდას ოჯახმა ის ფიჯერალდი და თქვეს რა კარგი ბიჭი რა თქმა უნდა სამხედრო ესეთი პრესტიჟული იყო რამე თუ ომში წასვლა თავისთავად უკვე გულისხმობდა რაღაც გარკვეულ ღირსებას და რაღაც მით უმეტეს რომ როცა ბაბუ აკავს რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების ჰიმნის ტექსტი დაწერა და ხო და მოკლედ მაგრამ როდესაც გაიგეს რომ ეს ხელმოკლე არა ყოველ შემთხვევაში რითი უნდა არჩინო ჩვენი გოგო მთელი ამბავი და ამანაც გადაწყვიტა ნიუ-იორკში ჩავიდა და დაიწყო ჯერ ჟურნალისტად მუშაობა სხვა შორის სარეკლამო კომპანიაში მუშაობდა ანუ სასცენარო რაღაც რკინიგზის რომელიღაც კომპანიისთვის ტექსტებს წერდა და სხვა შორის მის რომანებში ძალიან ხშირად არის ხოლმე რაღაც თუნდაც ის TJ ეკლებურგის თვალები რომელიც ძალიან ხშირად არის და პირველი მისი რომანი ხო გასოს ის პირველ ყდა თუ არ ჩდები ჰუგარტი არის ესეთი art deco-ს ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში ფუძემდებელი ანუ ყოველ შემთხვევაში შეიძლება აი ამ ნახატის შემდეგ ანუ პირველი ყდა გარეკანი თუ გახსოვთ რადიოსმენები და შენს გემახსოვრება აი ესეთი ლურჯი ფონია და თვალები რო ჩაზდა მხოლოდ ქალის ტუჩები და რაღაცა მწვანე ის მოდის ცრემლი მაგრამ TJ ეკლებურგის თვალებია რომელიც ფერფლის ხეობაში ხდება აი როდესაც ხდება იმ რომანის მოქმედება და საბოლოო ჯამში უილსონი რომელიც გეტსბის სიცოცხლეს გამოასწორ ყველაფერი მოვიდა მაგრამ ყველაფერი იციან გეტსბის სიცოცხლეს გამოასწორებს სწორედ თავის ცოლს საყიდურებს იმას რომ შენ ხომ იცი რომ ჩვენ ღმერთი გიყურებს პირდაპირ და როცა ის ვისაც ამ სიტყვებით ის მიმართავ და გაიხედავს და TJ ეკლებურგის ანუ ეს არის ოფთალმოლოგიური კლინიკის ერთ-ერთი რეკლამა იყო და ნუ ეს ესეთი მომენტია და იმას ვაბოდი რომ სარეკლამო საქმიანობით რაღაცა ფულს შეულობდა იკლებდა რაღაცნაირად ლუკმაპურს იკლებდა იმისთვის რომ ეყიდა კარგი ფეხსაცმელი რომ ანუ რო ეს შინელი ბოლო გაიხადა და რაღაცნაირად დამსგავსებოდა იმ წლის ადამიანებს რომელთანაც ხშირად რომელთა წრეშიც ხშირად ტრიალებდა მისი მომავალი მეუღლე და მომავალი საცოლე და გაუგზავნა კიდე რაღაცებს ყიდულობდა და მე ნუ საკეთებმა კიდე ურთიერთობ მაგრამ მე იმას ვამბობ რომ თავით ხო და რატომ გადაწყვიტა შემდეგ რომანის დაწერა როდესაც მან რაღაცა ფულს აგროვებდა რაღაც საჩუქრებს უგზავნიდა ზელდას ჯერ მარო უყიდა მე რაღაცა ბეჭედი უყიდა მე იმ ბეჭედს ბრილიანტი დაურთო და ამზე ზელდას ხო შოკოლადი თავისთავად კატო რა თქმა უნდა შოკოლადი ამ გადაცემას ერთ შოკოლადში გაც
რა თქმა უნდა, ხო და როდესაც ამას ყველაფერს თავაზობდა ხოლმე და ამასობაში ის პასუხობდა, რა თქმა უნდა, ზელდა, მაგრამ ზელდას ამასობაში ქონდა დევს სხვა ადამიანებთან ურთიერთობა და ერთხელ შეეშალა კიდე სხვა ადამიანმა რაღაც საჩუქა და ზელდამ მისწერა რომ მე მაპატია, მაგრამ ამ საჩუქას შენგან ვერ მივიღებო და იმის დასავლ იმ ადამიანისთვის გაიგზავნა იმ ადამიანს შეეშალა და გაუგზავნა ფიჯერალდა ხო და ფიჯერალდი მიხვდა რომ ის არ იყო ერთადერთი ადამიანი და მიხვდა რომ დროს კარგავდა და მივიდა და პირდაპირ სთხოვა ხელი, მაგრამ აი მაშინ მოხდა, მაშინ შენ რაღაც გარკვეული ულტიმატუმი მისცეს რომ აი ვადაში თუ შენ შეძლებო ფეხზე დადგეო და რაღაც დაგვარწმუნებო რომ შენ შეგიძლიაო ოჯახის მართვა კი ბატონ ჩავიდა გადასახადების გადახდა შუქი გაზი ყველაფერი და საბოლოო ჯამში მან ინტერნეტი რა თქმა უნდა პირველ რიგში და მან პასპორტი მითხარი პასპორტსაც მოგცემო მე ჩემ აიპადსაც გათხოვებ აი ცოტა სერიოზულად არა ხო და მე ისიც ფამილი მე დავასრულებ რატო იმიტომ რომ სწორედ მაშინ ხართ რადიოების თავარი ბიბლიოთეკარი რას ლაპარაკობთ არა ის ამას დამსახურება ჭირდება ხო და მე ხო და გადაწყვიტა მან ნიუ-იორკს თავი დაანება, ისე თავის მშობლიურ შტატში დაბრუნდა და ფაქტობრივად დაიწყო უკვე იმ ნაშრომის გადაკეთება, რომელზედაც ძალიან ბევრმა გაუნცემელო უთხოვარი. ამ ნაშრომს ეთქვა რომანტიკული ეგოისტი, იმიტომ ამბობ რომ სახელების გადასხვაფერება ხშირად უხდებოდა და საბოლოო ჯამში ეს რომანტიკული ეგოისტი გადაიწყო 64-ის აქეთ რომანად, რომელმაც ფაქტობრივად საფუძველი დაუდო ზოგადად ახალ მიმართულებას რაღაც ლიტერატურაში, როგორც ამბობენ, მე პირადად არ მაქვს ეს საკითხული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნუ ხვდები დაახლოებით ისეთივე სტილის და ისეთივე დრო არის ფაქტობრივად ისეთივე მანერით დაწერილი, თუმცა რომელიც შემდგომ უფრო განვითარდა შემდგომ რომანებში, მაგრამ აი 64-ის აქედან დაიწყო მისი გამოვიდა თუ არა ეს რომანი, მოკლედ აი მას მერე აი ერთ დღეში შეიცვალა ამ ადამიანის გაიღვიძა პოპულარულმა, გაიღვიძა მდიდარმა, გაიღვიძა სასურველ სასიძოდ, ანუ ფაქტობრივად მან მოიპოვა ყველაფერი, მათ შორის ზელდა სიყვარულის. მეორე დღესვე იმ საღამოსვე მოხდა მათი დაქორწინება, ყველაფერი დაივიწყეს, მე ის რა ქვია, ნუ აბსოლუტურად ყველაფერი ხო, მაგრამ იყო ერთი კაცი და დაიწყო ხო, სწორედ დაიწყო რომ ის მიმართ გაჩნდა დიამეტრულად განსხვავებული დამოკიდებულებები და იყო ერთი კაცი, ცნობილი კრიტიკოსი ედმონდ უილსონი, რომელიც ფიჯერალდის თელი ცხოვრების განმავლობაში იყო მისი ლიტერატურული ჯალათი და ის იყო მისი უნივერსიტეტელი მეგობარი იყო, ისინი იქ ერთად სწავლობდნენ და ნუ იმედი ვიქონიათ რომ ესეთი ნუ მაშინ ედმონდ უილსონი უნდა ყოფილიყო ალბათ პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ სოკრატე ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარია, მაგრამ არისტოტელესაც მაინც ჯეიმს ჯოისი ძალიან მომწონს, ვიღლიაში ამოდებული აქვს ეს საპატიო სიგელი და სოკრატეს პლატონის წინ ისე დგას არისტოტელე ესეთი განცდა გაქვსო და ეს ბატონი წერდა ჩვენს ბიჭზე რომ ადონის სადარებდა და უცნაურია რომ აი ეს ჩემი უნივერსიტეტის მეგობარი ეს ლოთი და კლოუნი საზოგადოების თვალში თითქოს და მომაკვდავი როგორ ესეთი ადონის გავს რომელიც ქართულად არ ვიცი ეს თქო როგორ არის აღორძინდება ადონისი და ესეთი გაოცებას იწევდაო ალბათ თუ ის მე აგრძელებს რომ აი ალბათ ესეთ გაოცებას იწევდა თავის მეგობრებში პერსი შელი, დილან ტომასი და ალბათ თვითონ ადონისიც გიო. არის ამაში გარკვეული მომენტი, რამე თუ მართლა როდესაც ხედავ შენს გვერდით ადამიანს, რომელიც 24 საათი დაუშვათ ალკოჰოლს ეძალება, რაღაცნაირად არ იქცევა ისე როგორც შენ დაუშვათ არ უზის სიგნებს და ამ დროს ხდება პოპულარული, ხო? ბუნებრივია ძალიან ბევრ მისახლობელში ეს იწევდა, თუმცა შეგვიძლია ვაღიაროთ, რომ ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო, რომლის ნიჭიერება როგორც შენ აღნიშნე, რომელმა მწერალმა დაინახა პირველად, რა მნიშვნელობა აქვს რომელმათა ჩვენმა სელენჯერმა არა მხოლოდ მან, არამედ ყველამ შეატყო კოჭებში შეატყო, ეს ნამდვილად რომ ეს არ არის უბრალო ადამიანი და ეს მის ნაწარმოებშიც ჩანს და ფაქტობრივად ეს გეცფის, როდესაც ბევრ საკითხულებს და ინგლისურის თვალსაზრისით ვინცაც კარგად იცის იმას ყველა მიცის, რომ ეს ძალიან საინტერესო თვითონ
ლექსიკური თვალსაზრისით და წყობით მე ესე ინგლისური ესეთი არ არის ჩემი როგორც სლავური და შესაბამისად ვიფარგლებ სლავური. მე გავჩუმდები ზოგადად, მაგრამ მე წარმომიდგენია, სხვა შორის ეს არ არის სული თარგმანი, რომლის მოსმენას დაიწყებენ ამ საღამოდან ჩვენი მსმენელები. მე იმის თქმა მინდა რომ ძალიან კარგი თარგმანები გვაქვს, მე უფრო აი ახლაც ძალიან კარგი თარგმნელები წამოვიდნენ. ძალიან კარგი ახალგაზრდა თაობაზე. რა ვქნა, ვერ გითხობ ვერანაირად. მე ვკითხავ იძულებული. გაჩვეულია ჩემი გონება ძალიან მიჭირს და მე დიდხანს ჯლოყინებ ხოლმე კითხვის დროს. ხო, თუმცა ხო იმას ვამბობდი რომ აი როდესაც თუნდაც ნებისმიერი რომანი წაკითხვის შემდეგ მიხვდები თუ რა კარგად ანუ თვითონ მანერა არანაირად არ გღლის ანუ ერთი ამოსუთქვით იკითხება სიუჟეტი არანაირად არ იკარგება ფაქტობრივად დაცულია ყველაფერი და თავისებური ხაზიცა კი რაღაც დავუშვათ ფლობერის სეული რაღაც მომენტები აქვს და სულ ამბობდა მაგას რომ მისთვის ეს იყო მაგალითი წერისა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი წარმომიდგენია რა კარგ სტატიებს წერდა ეს ადამიანი, პატარ-პატარა სტატიებს, იმიტომ რომ აი დავუშვათ მას ხარტად შეუძლია დავუშვათ ერთ ფურცელზე მოყვეს როგორც არის ხოლმე აი გეტსბის ისტორია ნახევარ ფურცელზე, ფაქტობრივად მისი სიყრმე რაღაცა ძალიან პატარა ფრაზებით, პატარა დეტალებით, აბსოლუტურად პატარა დიალოგითაც ან თუნდაც აი ჩაცმულობის მანერის აღწერით, რომელთაც აი გეტსბი, ანუ აბსოლუტურად ყველანაირად ხვდები, მეტი არც არის საჭირო აქ ზედმეტი სიტყვების გარეშე, წარმოსახვის უნარიც გერთვება ამ დროს, ну ალბათ ინგლისურადაც უფრო სხვანაირი იქნება ეს მადამ ბავარი ქართულ რეალობაში სადი ცხოვრობდა რაღაცა მადამ ბავარი ვენტაფეშ მე მგონი ქუთაისში ესეთი ქალი იყო რაღაც ამბიციური მე მომწონს მაინც მადამ ბავარის ამბიციები იმიტომ რომ არ კმაყოფილდებოდა იმით რაც ჰქონდა და რაღაც სხვა უნდოდა და ну შესაბამისად ამ ქალაქის მაცხოვრებლებს აქვთ ეს ხანჯანსაღი ხან არა ჯანსაღი ამბიცია რაღაცა უფრო მეცმიაღწია ის მომენტი არის ხო რა თქმა უნდა ეხლა თვითონ ფიჯერალდი არ იყო იმ წლის წარმომადგენელი როგორც გესპი დაუშვათ ეხლა არ დადიოდა კი ბურჩხელებს არ იჭერდა და მისი მშობლები ესეთი ღარიბი ფერმერები არ იყვნენ თუმცა მეცხრათაობის თბილისელები ხო აი არ იყო ცხადობის თბილისელი სწორედ ამაშია და აი ყველა რომანში ეს მომენტი ჩანს აი მთავარი გმირი ყოველთვის ცდილობს რაღაც აი რაღაც ვესტეგი ეხლა ჩემთვის რაღაცნაირად არის მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვესტე რაღაც ისეთი ვერავაკესთან დაახლოებას და რაღაცნაირად აი იმანერების გადმოღებას ჩაცმულობის სტილს ვარცხნობის შერჩევას რაღაცნაირად თუმცა მე აი ბოლო თავში როდესაც უკვე გეტსბი ასვენია თავის სახლში და ერთადერთი ადამიანი რომელიც მის დაკრძალვაზე მოვა მაშინ როდესაც ზოგადად სავსე იყო დღე და ღამე მილიონობით ათასობით ხალხი დადიოდა მის სასახლეში კაციშვილი არ მოვიდა მის დაკრძალვაზე და ერთადერთი ვინც მოვიდა მამამისია გეტსი ანუ ეს არის გეტსბის შემდგომ მან შეირქვა და როდესაც აი ამ ბიუქენეს ან კეროის აძლევს თავის საყვარელი წიგნი იყო ეს პატარა წიგნიო რომელიღაც ბაჭიას თავგადასავალი თუ რაღაც მაგრამ ეს არ არის მთავარი მეორე გვერდზე დახაზული იყო მისი განრიგი ანუ როგორ იმზადებოდა ეს ადამიანი როგორი ოცნება იყო ფაქტობრივად მან ოცნება ამერიკული ოცნება ხო რასაც ამბობს ქართულ ოცნებაზე ანუ ამერიკული ოცნება როგორ აისრულა ანუ იქ განრიგი ქონდა ანუ ადგომა 8 საათზე დაუშვათ 9-დან 10-მდე სამეცნიერო რაღაცა გამოგონებათა გადაკითხვა შემდგომ ვარჯიში შემდგომ კარგი მანერების სწავლა შემდგომ რაღაცა წიგნის ანუ რაღაცნაირად ეს კაცი ემზადებოდა და ამან თავისთავად ნაყოფი გამოიღო ანუ ის რაღაცნაირად ნებელობა იმისა რომ გამختارიყო ესეთი ადამიანი როგორც უნდა მას ყოფილიყო ეს გახდა კიდეც მაგრამ საბოლოო ჯამში ნუ რა მოხდა იმან აისრულა ოცნება მაგრამ დაღუპვა ისევ იმ ადამიანების მიმბაძველობა არ იყო მიმბაძველი სხვათა შორის გეტსბის აი ამ გმირის უკან შეიძლება დაინახო ფიჯერალდი აშკარად რა თავისი აი ამ სახი გონები თავისი მერე რომ ბუტლეგერია და რაღაც აფთიაქებში სიგარეტებს ყიდდა და რაღაცნაირად
რაღაცნაირად ვიღაც საეჭვო პიროვნებებთან, საეჭვო გარიგებებს და რაღაც აფიორების მსგავს რაღაც ლატერეებს ყიდდა, მაგრამ ეს არანაირად არ ვლინდება, არავის ხელს არ უშლის იმაში, რომ მაღალი წლის საზოგადოებამ ითაკილოს იგი, 1000 ჭორები ჩდება, რომ ეს ვიღაც ვილჰელმის შვილია, რომ ეს თურმე ომის დროს ჯაშუში იყო და თურმე კრემლის აგენტია. კრემლის აგენტის მივაყო სიტყვას. ხონდა პუტინის კაცია რაღაც ესეთ მომენტები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ეს არანაირად ეს ჭორი მისთვის იყო აბსოლუტურად მეორე ხარისხოვანი, რამეთო მან მართლა შეძლო ძალიან მოკლე მანძილ გეცბიზე მაგ ლაპარაკი ამ წარმატების მიღწევა და ფაქტობრივად აისრულა ის რისკენაც მიისწრაფოდა ძალიან დიდი რიცხვი ახალგაზრდობისა. მაშინ წარმატებულ ადამიანებს ეფრესტად უბრალოდ როგორც წერდა მარკ ტვენი ჩვენი ბიჭისვე თანამემამულე, რომ ძალიან დიდარი ადამიანების თმა არასოდეს არ არის ჟღალი, მათ ესეთი სასიამოვნო ოქროსფერი გადაკრავს, როცა ძალიან დიდრები ხდებიან, მათ უკვე აღარავინ ამბობს ისინი ჟღალები არიან. ბიჟაბაზარი. ბიჟაბაზარი არ გვინდა ხო. და ნუ სკოტ ფიჯერალდის ფაქტობრივად არის ერთგვარი განსახიერება იმისა, თუ როგორ შეიძლება მოხდეს რეალიზება ამერიკული ოცნებისა. წარმატება, ფული, ლამაზი ქალები, ღვინო, დუდუკი ქალები, ფოქსტროტი. ბატონო და ნუ მოკლედ, მაგრამ ყოველივე ამის უკან იყო კიდევ სხვა რამ. დუდუკი არა, უფრო საყვირია. არა, კლარნეტი უფრო ჭარბობს ხოლმე რა, ანუ სოლო პარტიებს საყვირები წასრულებენ, მაგრამ უფრო კლარნეტი, იცი, აი რაღაც ფოქსტროტში უფრო კლარნეტი ჭარბობს ახლა. რაღაცნაირად ჩვენ ფონად უნდა დაგვედო ახლა რაღაც მსგავსი რა. მაგრამ ნუ ახლა ჩვენ ვცდილობთ აი ამ მუსიკალურ ფონად, როდესაც გეცბის წერდით, რაღაც გარკვეული აი ამ ფილმიდან, სადაც რედფორდი თამაშობს და თუ არსები მუსიკისტვის ოსკარის და გლობუსის აქვს მიღებული კომპოზიტორს ნელსონ რიდლი გამახსენდა კომპოზიტორი ნელსონ რიდლი, რომელმაც 75 წელს 14 წელს გამოვიდა ეს ფილმი და 75-ში მან მიიღო ოსკარი მუსიკისთვის და რაღაც კიდე ჯილდოები, რაღაც კარგი ხმებისთვის, სხვადასხვა საუნდისთვის, ხმის რეჟისორმა მიიღო. თვითონ რედფორდმა არაფერი არ მიიღო და არც მია რაგვარია ფერო ხო ის დეიზის როლს თამაშობს იმანა, მაგრამ მეორე ხარისხოვანი როლისთვის ვიღაცა გოგიას რაღა და გოგიას რაღა და ხმამაღლა არ ვიტყვი რა. თუმცა სკოტ ფიჯერალდი იტყოდა და ესე ხმამაღლა ამბობდნენ და რას ჩადიოდან ის დაზელდა ამაზე ალბათ მე ვისაუბრებთ. რამდენი საათი გავაგრძელებთ? არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. გრძელდება ჩვენი გადაცემა კატოს საღამოები მიშა მიმინაშვილთან ერთად რადიო იმედის თავარ ბიბლიოთეკართან ერთად კოდექს აუდიოსა და ბუკბოქსის პარკლებში და დიადი გეცბი გველის ჩვენ დღეს 12-ის მერე ხო? დიადი თუ დიდი? იცი რაღაც ახალი ვერსია ვიცი რომ არის დიადი. პრინციპში ორივე მე მგონი ისტორია და გამართული ქართულად. აუ გეცბის ოქროს ქუდი რო რქმეოდა ამ ნაწარმოებს ნამდვილად რაღაც დაეკარგებოდა. ანუ შეეჩვეოდი და გეკეთებოდი. არ მგონია იცი ანუ შეიძლება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა თვითონ მე ვფიქრობ რომ სათაურს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად. ჩემი აზრით და ვფიქრობ რომ არ იყო შემთხვევით მაშინაც რომ ამბობდით რომ თავიდან პირველი რომანი რომანტიკული ეგოისტი უნდა დაერქონა, შემდგომ გადაკეთდა 64-ის აკეთდა და ნუ ამ სახელმწიფოში სათაურისო თეთის ერთებმა იჩილეს და რომანტიკული ისე ნამდვილად თავს დაარქვა, რომანტიკული ეგოისტი იყო ნამდვილად, არც მალავდა ამას, ნუ პრინციპში ეგოისტი შენ თავი რო გიყვარს ეს ამაში ცუდი არაფერი არ არის და თვითონ აი ჩვენ ვარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი უნებრივია და ჩვენ დავიწყოთ რითაც დავასრულეთ საუბარი ხო, იმით რომ ფაქტობრივად აი დაიწყო მათი ერთად თანაცხოვრებით და ფაქტობრივად ამით ნუ შემოქმედება ამ ქალის გარეშე ფიჯერალდისა გამომდინარე რომ ამ ქალით იწყებოდა ყველაფერი. ნუ ყველას ხო ყავს თავისი
რაღაცა შთაგონების ყავს ზოგს როსინანდი ყავს ზოგს ზევდა ყავს რასიზმ ხო და ნუ მართლაც ასე იყო და ცხოვრების ბოლომდე იყო ერთგული მიუხედავად იმისა რომ ადიუტერი მაშინ ესეთი მომენტი იყო რა ნუ ყოველს თავისი თავქარიანობა იყო ქონდა ყველა თავისას რა თქმა უნდა თავის ფოქსტროტს უბერავდა და თავის რიტმში ჩარტონს ეკავდა ეს რა თქმა უნდა ესეთი ესე რა თქვა პირობითად მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ამ კაცის ერთგულება არის ნამდვილად ისეთი სიცოცხლის ბოლომდე ამ ქალის გვერდით იყო და ყველაფერს რასაც აკეთებდა ამ ქალის გადასარჩენად აკეთებდა ნუ ბოლო სხვადასხვა პარიზში დაიწერა თუ არ ვცდები ეს დიდი გეცბი როდესაც ისინი ევროპულ ტურნეში წავიდნენ მას შემდეგ რაც ამ პოპულარული გახდა ნუ ყოველი დღე იწყებოდა გაზეთები იმის აღწერით თუ როგორ ისხდნენ ისინი ტაქსის სახურავზე და ზეტა როგორ იჯდა კაპოტს რა ქვია მანქანა სადაც ბიზღოლის ხო ნუ აი ხო მოდით კაპოტი კაპოტს ხაველი ადამიანზე ჯამრთელი იმიტომ რომ ფეხით დადის ნამდვილად მეც ვეთანხმები ამას და აი მათი გამოხდომების გარდა კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია ისიც რომ როცა ზელდა იყო სახგონებაზე როგორ საოცარი ბარათი მისწერა მან და როგორი სათუთი ბარათი არის მართლა საოცარი და ვინც კი ამ ქალს რამეს აბრალებს რომ ბიჯერალდის ცხოვრებაში რამე უბედურება მოიტანა ყველას უნდა შეხვდეს და თვითონ ფიცჯერალდი ამბობდა რომ ფსიქიატრული ავადმყოფოების გზებზე დაკარგა მან იმედი და ის არასდროს არ სჯეროდა ამ დიაგნოზის რასაც ზელდას უსვამდნენ და ამბობდა რომ ექიმებს ეშლებათ და მათ არიციან და რაღაც მუდმივად ეს იყო და მე ბოლოსად როცა ის გარდაიცვალა მე მოხდა ისე რომ ზელდას როცა უთხრეს არ ცხოვრების ბოლომდე არ სჯეროდა ზელდას რომ ქმარი გარდაიცვალა და ამბობდა რომ რა სისულელია ეს სკოტი ახლა აქ არის და მელაპარაკებ კი ეს მომენტი იყო ბოლოს როდესაც სკოტი გარდაცვლილი იყო 8 წელი იცხოვრა მე იმ ხალხმა ხო თუ არ ვცდები სკოტის გარდაცვალების შემდეგ და ეს მართლა ეს მომენტი არის რომ მატარებელზე დაგაგვიანდებოდა არ დამოგვიანდებოდა რატომ აი სკოტმა მითხრა ვინ სკოტმა გითხრა აი სკოტმა აი გვერდით რო გიზისა და მე ისიც თქვა რომ მე სიკვდილის არ მეშინიაო იმიტომ რომ სკოტმა მითხრა რომ არაფერი საშიში არ არისო და მართლა სწორედ ამ სიტყვების შემდეგ მოხდა ის ხანძარი ამბობენ ვინ გააჩინა არ ვიცი მაგრამ ყოველ შემთხვევაში 9 ადამიანი დაიღუპა და ერთ-ერთი იყო ზელდა რომელიც მატარებელზე დააგვიანდა სწორედ ხო იმიტომ რომ შინუშვებდნენ მას და მატარებელზე დააგვიანდა თითქოს გამოსწორება ანუ როგორ ანუ დაეთხო რაღაც გარკვეული კურსის შემდეგ უკვე ხო რაღაც ბევრი რაღაცები ქონდა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან უცნაურად და მართლა არეჯერა სკოლს ბევრი მეგობარიც დაკარგა ამის გამო სხვათა შორის ხო არა გიშკალთან არა ნუ ამას რო უწოდებდნენ და მე თვითონაც როდესაც დარწმუნდა აი მატარებელში ერთი ცნობილი ფაქტია ნუ პირველი ნუ პარიზში იყო განსაკუთრებული უკვე აპოგეა მათი როდესაც შადრევნებში შიშველი ბანაობდა ზელდა და თვითონაც ერთ-ერთ სპექტაკლს რაღაცა ერქვა არ ვიცი რა სპექტაკლი იყო ცოტა ესეთი სახელი ქონდა რომელსაც რატომღაც ჩათვალეს ორივე რომ შიშვლები წვეოდნენ და ლოჟაში წარმოიდგინე ორივე ცოლქმარი შიშველი გამოიცხადა პუბლიკას ნუ ეს რა თქმა უნდა ხო ნუ წარმოიდგინე მაგრამ ეს არ ხდებოდა იმისთვის რომ რაღაც გარკვეული პიარი გაეკეთებინა არ ჭირდებოდა ეს თავისთავად თვითონაც ძალიან საკვირველია იმიტომ რომ ადამიანი რომელიც ნუ ახლა კი არ დასინის და კი არ ამათრახებს ბურჟუაზიულ წყობას როგორც ჩვენ გვასწავლიდან და წარმოაჩინა მთელი აი ეს სავატური ცხოვრება სადომაზოხისტური სიამოვნების რამბო ზიგმუნდი შევაწუხოთ ხო ცნობილი ხო განცენებული მაგრამ ყოველ შემთხვევაში ანუ ერთგვარი მისი ანუ ხო თვითონ დიდი გეცბი რომანიც ხო რა არის ანუ ფაქტობრივად ადამიანმა აისრულა ოცნება და აისრულა არაფერი ფაქტობრივად და მე მინდა თავი ზელდას ქომაგად და შეიძლება კი ზელდა გამოყავდა რაღაც ნაწარმოებში აღწერდა მაგრამ ნუ შეშლილების ესმით მხოლოდ შეშლილებს და ერთადერთი მე რაც როცა წავიკითხე და დამჭირდა ბეჭდილება რომ იქ ნამდვილად ჩანს რაც განიცდის ადამიანი რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს ეს არის სარაკენის 458 მართალია მე აღარ მოასვენეს ეს ქალი საფლავში და იმდენჯერ დადგეს და ჩვენც ბევრჯერ დავდგით მე მგონი ორი დადგმა იყო მაგრამ როცა კითხულობ თვითონ ყოველგვარი მე არ მინახავს არც ერთი დადგმა სიმართლე გითხრათ იმიტომ რომ წავიკითხე პიესასაც არ ეძახიან ხოლმე იმდენად რომ თვითკმარი იყო
და მე არ ვიცი ზუსტად არის კიდევ ეს წინვალე გონებაში როდესაც ეკითხებიან ის ხო რეალური პიროვნებაა რომ როგორ ახერხებ რომ მოდიან თუ არა ეს შენი ჰალუცინაციები ისევა და ის რო პასუხობს მოდიან მაგრამ უბრალოდ ვცდილობ ყურადღება არ მივაქციოთ ეს ძალიან ძნელი ძალიან რთული დღესდღეობით მართვადია ფსიქიკური დაავადებები მაგრამ ზოგადად როცა არ იყო მართვადია იმ პერიოდში ძალიან არასწორი იყო ბევრი შეფასება თვითონ საზოგადოების მხრიდან. მაგრამ ზელდას მინდა აქვე თქვა რომ გავუმართლა იმიტომ რომ სკოტი ყავდა გვერდით. პირდაპირ შემიძლია თქვა, იმიტომ რომ არა, თავზე ყველაფერი გააკეთა სხვადასხვის დაიფიცეთ დიდი გეცფიზერი იყვეთ სიმართლეს. და ნამდვილად ყველაფერი გააკეთა ამ ადამიანმა, რამდენი რამ გადადო გვერდზე, ანუ მაგნატი იყო ხო მე მგონი ბოლო რომანი რომელსაც მუშაობდა დააკვდა მას და მუშაობდა ну ყველა ახლა იცი რა არის აი როდესაც ფიჯერალზე ლაპარაკობენ აქ აზრი ორად იყოფა სამად იყოფა ხუთად იყოფა რამდენი რომანის აქ იმდენად შეიძლება გაიყოს და ძალიან ბევრი აპროტესტებს იმას რომ დიდი გეცპის უფრო მეტი ყურადღება ეთმობა ვიდრე თუნდაც მის მეორე რომანს и очень нежно, да, Назия Гаме, хопукацრავად, ხო Назия Гаме, იმიტომ რომ ფაქტობრივად Назия Гаме უფრო ტკივილ ნარევი, ანუ ფაქტობრივად გახწერილია ეს თემა, რაც მას მოგონს იგი პირიქით ხდება, ანუ მან იქ არის მთავარი მოქმედი გმირი, არის ექიმი. გაურებას ლერმონტოვი როგორც ამბობდა. ყველას უნდა ხიარულების გაზიარება და არავის არ უნდა სევდის გაზიარება. სევდის გაზიარება, ხო, ну, აი ხო, იმას ვამბობდი, რომ აი ეს Назия Гаме უფრო ავტობიოგრაფიული რომანია და შეიძლება ითქვას ის უფრო მაღლა დააყენო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრი კრიტიკოსი ამბობს, რომ აი როგორც ყველა მწერალს აქვს თავისი გარკვეული პიკი, ისე ამბობენ, რომ სწორედ მე არ მაქვს იმის უფლება, რომ ვიმჟელო და ან კრიტიკოსებს კრიჭაში დაუდგე და რაღაც მათი აზრი აბსოლუტურად უარყო მივიღო ან არ მივიღო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ითვლება, რომ დიდი გეცპი არის სწორედ ის პიკი, რომელსაც მან მიაღწია ერთგვარი ანუ არის ხოლმე როდესაც წერილებს რაღაც პიკი აქვს და შემდგომ რაღაცა პატარა ესეთი სტაგნაციის პერიოდია და შემდგომ მეტად კალამსაწვალებს და არ გამოდის ეს დიდი გეცპი ისე უკეთესი მაინც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანმა მაინც შექმნა არაჩვეულებრივი მართლა Назия Гаме არაჩვეულებრივი რომანია, თუ დრო გვექნება ალბათ მაგასაც ჩავწერ თუ დაგცალდა და ამასაც ალბათ ნამდვილად ღირსია ეს რომანი იმისა რომ ჩაიწეროს და რაღაც ეს მამის რჩევარითაც იწყება პირველივე თავი ვინმეს გაკრიტიკების სურვილი რომ მოგეძალება მითხრა მამა მართა გავიწყდეს რომ ამ მიწის ქვეშეთში ყველას არ ხვდომია წილად ის უპირატესობა რაც შენ გარგუნა გამჩენმა ნამდვილად ესე იყო და იცი რა არის აი როგორ გითხრა განებივრებული ადამიანების კრიტიკა იგრძნობა ხომ ის რომანებში და საბოლოო ჯამში მისი ცხოვრებას თითქოს ის რასაც ის აკრიტიკებდა ფაქტობრივად იგი იმაზე უარეს აკეთებდა მაგრამ მე განებივრე თქვენი შვილები მაგრამ იცის რა არის მომავალში ნამდვილად მაგრამ ის ნამდვილად კარგად გაგიხსენე და ნამდვილად ისე იყო რომ ეს ყველაფერი მათი ეს თავზე ხელაშობილობა არ იყო რაღაც ესეთი ეს რაღაც უფრო ბუნებრივად ხდებოდა რა ანუ ან მათ იპოვეს ერთმანეთი ისევ ამ წყვილს უბრუნდნენ იმიტომ რომ წყვილის გარეშე ზოგადად მისი შემოქმედების ირგვლივ საუბარი მე მგონი არ იქნება სწორი და როდესაც აი მე რატომ ამბობ რომ აი თანადგომა ისეთი ძლიერი იყო ამ ადამიანის ამ ადამიანს ყავდა სხვა ქალებიც სხვათა შორის შეეძლო უკვე დაეტოვებინა დაუშვათ კლინიკაში და არც არავინ არ გამტყუნებდა და ნამდვილად პირიქით ხელში ამოვართმევდნენ და ნუ ალკოჰოლის მიძალება ახლა ზელდას ვერ დავაბრალეთ ისე და ზელდამდეც ძალიან კარგად ჭიქაზეც ადამიანი მაგრამ ამის შემდეგ განსაკუთრებით და ამანაც მოვიღო ფაქტობრივად ბოლო მაგრამ იმას ვამბობ რომ ქონდა შანსი და როდესაც ერთ-ერთმა მდიდარმა ქალბატონმა რომელთანაც მას ქონდა გარკვეული სასიყვარულო კავშირები და ეს ქალბატონი იმას არ მხოლოდ ანუ ფარველობდა და საკმაოდ ფინანსურ დახმარებასაც უწევდა დამობენა სწორედ ამ სახსრებით ინახავდა ის ზელდას მაგრამ ახლა ზელდას რა ჭირდა მისი შესანახი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისინი იმდენად
გახსოვდეს მაგის შესაძლებლად ჩიპი გაფიქრილი სტუდენტის. როგორ გეკადრება უკვე აღარ იყო სტუდენტი უკვე ისე განცნობილი. სტუდენტი ფიზიკოსი. ნასამხედრო ნაოფიცრალი. ნაოფიცრალი ფიზიკოსი ხო და ფიზიკოსიც არ იყო. შერეკილი. ნაოფიცრალი შერეკილი. ნამდვილად. ისა ეს რომანტიკული ეგოისტი მე ძალიან მომწონს რა. ესე მეკეცი რომ მისწერე ზელდას ბარათი. ხო და მე დილა გამიტანდება ასათიანზე. სადმე და მე მომიტანეთ ხოლმე პორტოხლები. უყარდა განსვენებელს. არა, ხო და იმას ვამბობდი, როდესაც იმ ქალ მოუთხე რომ აი მოდიო რა, ჩემთან დარჩიო და გაანებე ამას თავიო და იმათ ხო რომ ვერაო, იმიტომ რომ მე ვარ ერთადერთი ძაფიო, რომელიც რეალობასთან დაკავშირებს ამ ადამიანს და მართლა ეს ერთი ქალი რა გახდა კარლ გოცისთან არ არის, ქალი დაილია ფარუსკადა. ესე უთხრა? ხო და ისევ გეცფის მინდა დაუბრუნდე თვითონ პირონდა და ესე იგი რომანი მართლაც გარკვეულწილად აი იმ დროის აი ეს ფუქსავატი სიტყვა არ მიყვარს, მაგრამ ფაქტორია სულ ტიტუებს ხოლმე გონებაში ეს სიტყვა რამე თუ აი როდესაც ხედავ აი როგორ რაში დახარჯა ამ ადამიანმა მთელი ცხოვრება რომ მიეღწია ამ მწვერვალისთვის მიეღწია ეყიდა ვილა და ამ მწვერვალებას ეს ხოლმე იმიტომ მართავდა რომ მისი ოდესღაც აი მისი სიყვარული დეიზი ყოფილიყო ახლოს და როდესაც მას მთელი მიზანი ჰქონდა მთელი ამ დაგროვებისა ქონებისა იყო ის რომ დაეგროვებინა ქონება და გამختარიყო ღირსი იმისა რომ საბოლოო ჯამში შეეცვალა მისი ცხოვრება და ნუ როგორ ხდება ახლა დეიზის ქმარი მუდმივად ღალატოს ფაქტობრივად თვითონ დეიზიც არ იყო ამაში ძალიან ფრთოსანი ანგელოზი რა თქმა უნდა მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე რთული სიტუაცია როდესაც სასტუმრო პლაზაში ხდება ეს საქმის გარჩევა რომელსაც ქეროვეიც ესწრება ანუ ის ადამიანი ვინც აღწევისი პირითაც ხდება ამ ისტორიის აღწერა და იქ უკვე ყველაზე დიდი დარტყმა გეძბისთვის იყო ის რომ როდესაც უთხარიო ტომს რომ შენ არ გიყვარსო ისეო და არასოდეს გიყვარდაო და როდესაც ტომი გაახსენებს რაღაცა მომენტის მიუხედავად იმისა რომ შეურაცხყოფილი ეს ქალი მიხვდი იცის რომ მას არაერთი საყვარელი იყოს და იცის რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ღალატობს მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ არა მე ის მიყვარდა და შემდგომ როდესაც ხდება ეს ერთგვარი ფარდის ახთა იმ რეალობისა რის წინაშეც გეცბი დგება მაგრამ გეცბი აი ტრანსფორმაცია ხდება გეცბი ანუ კი რა თქმა უნდა განიცდი სულელდება დეიზის წერილს სულელდება რომ დეიზი ოდესმე მოვადა მას ამ თავარ მოქმედი მიწვისი პირითაც ხდება მოთხრობის თხრობა იმას ეკითხება ანუ ქეროვეის ეკითხება დეიზი მომწერა თუ არა დეიზიმ დარეკა ალბათ დარეკავს ხო დარეკა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ამას მიიღებს და როდესაც ხდება ტრანსფორმაცია საბოლოო ჯამში ანუ მიხვდება რომ ეს არ გამოვიდა და განაგრძობს ცხოვრებას აიღებს ანუ აუში რომელიც უკვე 3 წელია აქვს და ერთხელ არ ჩასულა და გადაწყვიტა ამ აუში ჩასვლა სწორედ აი ამ აუში მოუღებს ბოლოს სწორედ აი ამ დეიზის ქმრის საყვარელი ქმარი ხო, ნუ ესეთი მომენტია, ანუ ხუმრობის არყას ხო იმდენად ხშირად მხდებით რომ ვეღარ გამირკვევია ჩემი ქმრის საყვარელი ხარცე ჩემი საყვარლის თვითონ სიუჟეტური კარგაც ისე არის ანუ როგორ კი რაღაც ბანალობა იმიტომ რომ როდესაც ბევრი განმეორება ანუ სიუჟეტის განმეორება ხშირად ხდება ეკრანიზაცია გინდა რომ რაღაც სხვა მწერლების შთაგონების წყარო გახდა ეს მსგავსი სიუჟეტი და თვითონ ფიჯერალდის სეული წერის მანერა მაგრამ ყოველ შემთხვევაში როგორ ჯეინ ოსტინის არ იყოს ის მაინც ერთია და პირველი იყო რომელმაც არა როგორ არა მოვინელე და სადღაც უკვე სხვანაირად უყურებ მინდა გითხრა და ჯეინ ხო სხვათა შორის არ ხმობ მართლა ისეა და მართლაც აი ეს იყო რაღაც ახალი სიტყვასავით არა მაგრამ ყოველ შემთხვევაში მართლა რომანია რომელიც ეს ყოველთვის ახლა ახალი
თემა წამოვიდა უკვე რომ ხო 50 წიგნი რომლის უნდა წაიკითხო, ხო 50 წიგნი რომელიც არ უნდა წაიკითხო. რომელიც უნდა დააწვა. ეს დრამალის გელსადაქტარ წერილი კი, წაკითხვისთან ხო და ნუ სხვადასხვა აი შენ ხესეს დრამალის მგელი ახსენე და გარკვეული აი ეს ჯაზის პასაჟებით შეიძლება პარალელების გავლა და არ ვიცი, მაგრამ ხესემ არ ვიცი, მაგრამ ჯოისმა უთხრა პირველად რომ დაინახა ის ახალგაზრდა და ძალიან კარგად იქცეოდა მაშინ სხვადასხვა ზორი დღე არ დაულევია და ძალიან ძალიან მშვიდად იქცეოდა პარიზის ერთ-ერთ კაფეში და თვალებში რო ჩახედა ჯოისმა თქვა რომ ხო ეს ახალგაზრდა ვერ უნდა იყოს ცოტა და მეშინია რომ რამე საკუთარ თავს არ დაატეხოსო, მაგრამ მომწონსო ის რასაც აკეთებსო, რასაც წერსო, მაგრამ მეშინია რა ცხობედურება არ დაატეხოს თავის რომ პირდაპირ ესე არა თქვა ირლანდიური აქცენტით თქვა. მაგათ ბები ყავდი შალიკაშვილის კვალი. ნუ ყოველ შემთხვევაში მართლაც აი ესეთი ტრაგიკული შეშლილი სიყვარული შეშლილი ცხოვრების და მართლა დიდი ლიტერატურის კარგი მოსასმენი ბიჭი და ნამდვილად არინანებს მსმენელი და აბსოლუტურად ერთია, როდესაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეკრანიზაციას უყურებ და მეორე, როდესაც კითხულობ ან თუნდაც წაკითხულს უსმენ. ამიტომ ფიქრობ, რომ ნამდვილად არ დაკარგავენ დროს, თუკი სკოტ ფიჯერალდის Ditch Gatsby-ს მოისმენენ, რომელიც დღეს ამღამ უკვე სწორად თქვი, უკვე 12 საათის შემდეგ დაიწყება ეს და სავარაუდოდ 1-2 კვირა. დიდი მადლობა კატო მოწვევისთვის, დიდი მადლობა რადიო მსმენელს და რა ვიცი, შევხვდებით ალბათ ორშაბათს. მადლობა შენ, ჩვენი მთავარი ბიბლიოთეკარი ხართ, ჩვენ შევხვდებით ისევ ერთმანეთს აღამის. ნახვამდის. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე.